ქალაქ რუსთავში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. ბრალდებულების ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან მტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით 33 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ჰაშიში, რომლის ღირებულება ეგრეთ წოდებულ შავბაზარზე 6 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული ნარკოტიკის ნაწილი დაკავებულ პირებს ამავე ბინაში ავტომანქანის საბურავებში ჰქონდათ გადამალული. სამართალდამცველების მიერ რუსთავში ბრალდებულების კიდევ ერთი საცხოვრებელი ბინიდან და სასტუმროს ნომრიდან ასევე ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი, ჰეროინი და მეთადონი. გარდა აღნიშნული პირებისა, გასული რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა კიდევ 24 პირი დააკავეს. მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართულია 15 პირი. აღნიშნული პირები ნარკოდანაშაულებრივ სქემებში სხვადასხვა ფორმით იყვნენ ჩართულები. მათ შორის იყენებდნენ როგორც ინტერნეტ აპლიკაციებს, ასევე ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდს და ნარკოტიკების კონკრეტულ ადგილებში განთავსების ხერხს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ზე, 260 კვარტა, 19-260 და 265 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.